გაგო მართელი პოეტი არის ჩვენთან შემოქმედი და მართლაც ვინც ნაზიარები ხართ მის პოეზიას ხომ დაგვეთანხმებით რომ მართლა არაჩვეულებრივი და რაღაცა სხვებისგან განსხვავებული რაც განსაკუთრებული ადამიანი და განსაკუთრებული პოეტია და ვინც არ არის ერთი დავასრულო ვინც არ არის ნაზიარები კიდევ ვფიქრობ რომ დღევანდელი გადაცემის შემდეგ აუცილებლად გაეცნობით მის შემოქმედებას გაგა მოგესალმებით დიდი მადლობა და ბოდიში ნინო გაგაწყვეტინე მაგრამ ვეღარ მოვითმინე შენს ხოდა აი 21 საუკუნეში აი არ მოიპო 21 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია ქართულ მე რომ მკითხო და გაგას ისიც უთხარი რომ ერთ-ერთ სუფრაზე ვიყავი სადაც ჩემი მეგობრის შვილები იყვნენ და თქვენი ლექსების ციტირება მომხიბლა ანუ ვისი ლექსია მეთქეს როგორ არის სიტყვა ეს არის გაგას ლექსებიო და ნუ მოკლედ ძალიან ეს არის დიდი დაფასება როდესაც აი ესეთი პატარა თაობა შენს ნამუშევარს კითხულობს ესე იგი ეს ნიშნავს იმას რომ შენი სათქმელი ითქვა ნამდვილად პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს მეგობრებს კი დაგეთანხმებით ამას დიდი ჯილდო პოეტისთვის არ არსებობს ბევრი დიდი პოეტის გამსმენია რომ გული არ დაგწყდეს რაღაცეებზე უგეგოს შენი ერთი რაღაცა ციტატაც თუ დარჩა სამომავლოდ ეს არის უდიდესი ბედნიერება ერთი მაინც ესე იგი ტყუილა არ გიცხოვრია და არ ასე ვთქვათ არ ყოფილხარ ტყუილა პოეზიაში ეს ისე მახსოვს რომ ძალიან ჩამებიჭდა თავში ეს ნათქვამი და მე ვფიქრობ რომ ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს ამაზე დიდი გვირგვინი პოეტისთვის და ზოგადად შემოქმედისთვის ხელოვანი ადამიანისთვის არ არსებობს როცა ხალხს უყვარს და შენი აუშვათ ლექსი ამ შემთხვევაში ლექსი და მე ამას თუნდაც სუფრაზე იმეორებ ეს არის ბედნიერება ნუ ამით ბედნიერი ვარ მადლობა ამ ადამიანებს ესეც სიტყვის და მადლობა აღნიშნა რომ ახალგაზრდებმა ესე მითხრეს რომ ანუ როგორ არის ხო გაუკვირდა ანუ როდესაც ესე იგი პოეტის შემოქმედება არის გათავისებული ახალგაზრდებს ჩვენ ერთძველგაზრდებს და ასე შემდეგ ანუ მართლაც გეთანხმებით რომ ეს არის დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ თქვენი სათქმელი ზოგადად ხო, მაშინ კითხავთ აი ესეთი სტანდარტული კითხვა პოეზია რა არის თქვენთვის? ხო. პოეზია ჩემთვის სუნთქვის კლუბებია. ყოველი ლექსი არის სუნთქვის კლუბი და მე წარმოიდგინეთ არ შემიძლია რა ეს რო სადღაც მქონია ესეთი პერიოდი დაუშვათ როცა ყოფილა რაღაცა წვეტა. წერ და მე ცოტა ხანი რაღაცა მუზა გასვენებს ასე ვთქვათ. აი ამ წვეტის დროს ძალიან მეშინოდა რომ ვაი თუ ეს აღარ გაგრძელდეს იმიტომ რომ იმდენად ჩემთვის რაღაცა ის არის რა სულის მდგომარეობა პოეზია ჩემთვის და სუნთქვის კლუბებია ჩემთვის პოეზია გაგა თქვენ ხო ძალიან კარგი პასუხი იყო და რაც შეეხება მუზას დიდი ეჭვი მაქვს რომ თქვენი მუზა სევდა იმიტომ რომ თითქმის ყველა თქვენი კრებული ვიღაცის ხსოვნას ეძღვნება ხომ ეგრე აი თუნდაც ეს ახალი კრებული ადიოს რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ეძღვნება დათო გაზავას ხსოვნას იცით რა მე ზოგადად ძალიან თვლი და ვფიქრობ რომ ადამიანი შედგება განცდებისგან ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ და ის ახლობელი ადამიანები რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ სულ ბევრი ყველა მათგანი არის თავისი მისაწვნელი ლექსის მუზა და რაღაცნაირად ისე დაემთხვა რომ ეს კრებულიც დაემთხვა ამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანის ამ ქვეყნიდან გასვლას და ჩემთვის მოუნელებელი ჭრილობა, შეუხურცებელი ჭრილობა ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მისთვის მიმეწვი. კი ბატონო. შეეხება თვითონ ლექსებში სევდას არის ეს ესეთი მოსაზრება და მეც ვეთანხმები რომ ძირითადად მეტწილად ანუ ტკივილი იმდენად ძლიერი განცდაა რომ ის უფრო გაწერინებს ადამიანს ლექსს მე რა თქმა უნდა იმას არ ვამბობ რომ დავუშვათ
სამხიარულო რაღაცა. კი ბატონო. ზე არ არის ლექსები, მაგრამ ძირითადად ესია. ჩემ შემთხვევაში ესია და რა. კი ბატონო, და ზოგადად ახლა პოეზიაზე თუ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ხო, ძირითადად თავის განცდებს, ასე ვთქვათ, მე განცდები გადმოაქვთ პოეზიაში პოეტებს, ხო? ყველა დიდი პოეტის პოეზიას რო გადავალოთ თვალი, ძირითადად ასე. კი, ხონა სიყვარულს თავისნაირი რაღაცა ტკივილი აქვს, მონატრება აქვს, რაღაცა აქვს და ამაზე უკეთესად გაწერილი. ძალიან მდვილია. აი, ხო, და იმიტომ არის, რომ აი მიშა აღნიშნე, რომ თითქოს აი ისეთია, რომ მე შემიძლია, მე შემიძლია კი არა, თითქოს მეც ხო ამაზე ვიფიქრე, მეც ხო მინდოდა ასე დამეწერა და ამ დროს, ხო, იმდენად ახლოს მოდის, რომ თითქოს ჩვენი ნათქვამი თქვით იმიტომ რომ ის განცდები ხო ყველასი ადამიანის თვისებებიდან გამომდინარე არის განცდები ხო ჩვენ ხო რაღაც ადამიანებს ერთნაირი თვისებები გვაქვს ერთნაირი რაღაცა შიგთავს ასე ვთქვათ ეგრე გაგვაჩინა ღმერთმა და მაგრამ ერთხელ დალაქულ ვეღარ შლი გონებას უბადრუკი იცრემლები აი ჩემი ქონება სამთარია ჩემს გულში სევდასავით მთოვარი აი ჩემი მეფობის ოქროს მონაპოვარი ნუ ეს იცით როგორი ის არა ფაქტიურად შემიძლია მეც თქვა ეს შემზე და ანუ 200 წელი ამას ესე ვერ ვიტყოდი მაგრამ მინდოდა მეთქვა მაგრამ ჩემი სათქმელი თქვა ადამიანმა და ამიტომ არის ხოლმე როდესაც პოეზია არის ყოველთვის თანამედროვე პოეზია არის ყოველთვის მენადი და ყოველთვის კითხვადი ახლა სუდი ზმანავთ და თანამედროვე თქვა და სწორედ საინტერესოა ანუ თანამედროვე მკითხველზე რა სიტყვით იმიტომ რომ ყველა ეპოქას თავისი მოთხოვნა აქვს მინდოდა მეთქვა აი ხა იცით რა არის რამოდენიმე წლის წინ მე მქონდა ესეთი აზრი ჩამოყალიბებული და ძალიან წინდა და გულის ტკივილის მიზეზი იყო ჩემი იმიტომ რომ რაღაცა ესე მეჩვენებოდა რომ არ ყავდა პოეზიას შემფასებელი, მსმენელი. კითხველი? არც კითხველი. აი ესე რა აი ამ ბოლო წლებმა დამანახა რომ რაღაცა წამოვიდა უმეტესი აი ახალგაზრდა თაობას სალიანსკი გეთან ძველი თაობა მაინც სხვა ყაიდაზე არის, სხვა ყაიდის არიან, სხვა ფასეულობებზე გაზრდილი ფიქრობდი რომ მომავალთაობაში ეს არ იყო პოპულარული პოეზია რაღაცა ესე წარმომედგინა მაგრამ სასიამოვნოდ ანშიფრებული ვარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ას ძალიან მაბედნიერებს და מחარებს იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს პოეზია უყვარდეს გაგა გომართელს არ იცნობ გაუკვირდა თქო ხო აი ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ კი არა დავშოთ გაგა გომართელი იმიტომ რომ პოეზია უყვარს პოეზია ნამდვილად და ამასობაში გაგა თქვენი ლექსი რო წაგვიკითხოთ იმიტომ რომ პოეტი რო კითხულოს თავის ლექსს კი ბატონო ერთ-ერთ ჩემ რაღაცნაირ საყვარელ ლექსს არიქოთ შეიძლება დიდმარ ხო ქვია ამ ლექსს რაოდენ მშვიდიც არის კოლვიზმა სულში გაჩხერის ღრმა და ხსარებას ტყუპი წიხლივით ხვდება ორი ზმნა დაბადება და გარდაცვალება და რა წვალება დადგინდა წესი რომ დროის შექმნას მაინც დრო მიაქვს სიცოცხლე არის უთუოდ ლექსი რომელიც პალინდრომია ომია ყოფას ბრძოლაში ვიწევ თუმცა რა ერთხელ ვლეწე ტორებით ვიდრე დარაჯად გავიფაციცე სულის მთლემარე რეცეპტორები მორევი მღვრიე შთანთქავს და ვიცი სანახაობას შერჩება ლეში რადგანაც სუნთქვა მეძლევა შპრიცით და სინანული მეძლევა პეშვით შეშლს მიწოდებს ზაკვარი ჟამი და ემიწოდოს არცავარ სხვა და ქარტეხილისგან გაკრეჭი ლამინც მაინც მზიანი მოლბერტით ხატავ ფანტავ წუხილს და ახლო მსგებსი სულიდან ვიძრობ ბნელახსარებას ჩემთვის ორთავე ყოფილა ლექსი დაბადებაც და გარდაცვალებაც ბრავო აი მართლა ბრავო და რაღაც ეს არ არის სიტყვები მხოლოდ არ არის აი სიტყვები პოეზია მართლა არ არის მხოლოდ სიტყვები აი მელოდიაც არის აი ყველაფერი არ აი სიმფონია ყველაფერია არა ვერც იქნება იმიტომ რომ თუ შიგნით განცდები არ დევს უშულო არის გაგა თქვენ სანამ ეთერში შევიდოდით ხო სანამ თქვენ ბრძანეთ რომ თქვენთვის ლექსების წერა და პოეზია რელაქსი არ არის პირიქით აღმოვაჩინე რომ არ არის და ეს რომ მინდა რომ გავაშკეროთ და ნახეთ როგორი რაღაცა იყო და მოხდა როცა რაღაცა ის შინაგანი განცდები გაწუხებს და ამის გადმოტანა გიწევს ნუ ჩემს შემთხვევაში მიწევს იმიტომ რომ ვერ გავიქცევი ამას ვერსად
და ამ განცდებისგან რომ თავისუფლებოდი ამ აქედან გამომდინარე მეგონა რომ ეს ჩემთვის რელაქსაცია იყო მაგრამ რაღაცა მოხდა რამოდენიმეჯერ რომ ესე დავჯექი ლექსის საწერად და დამათენდა თავზე და იმდენად დაღლილი და გამოფიტული ვიყავი რომ პირდაპირ მაგიდაზე მეძინა სიგარეტი იმაში ხელზე ჩამეწვა და მივხვდი და ვერე კაი ხან ნახევარი დღე დამჭირდა რომ რაღაცა აღმედგინა რაღაცა დოზით ჩემი ენერგია და მივხვდი რომ ეს არ არის ჩემთვის ანუ ემოციურად იმდენად ანუ მე მივხვდი რომ ყველა კარგ ნაწარმოებს რაღაცა ფასის საფასურის გადახდა ჭირდება ალბათია ოჩი ვამრავ ჩემ მეგობრებსაც დღეს ვიჯექით დღეს ერთხელ ვიჯექით მე და ჩემი მეგობარი კახა შალამბერიძე არაჩვეულებრივი პოეტი და ესე ვკითხულობდით რომ აი პოეტის ცხოვრება რა არის და დავასკვენით რომ პოეტის ცხოვრება არის ხვედრი და პოეზია არის ხვედრი და მე შევყევით ესე ცოტა პოეტურად მაგას და თვითონ სიტყვაც გავშიფრეთ რომ მოხდა ანუ ხვედრია რა მოხდა და ის გინდა არ გინდა შენი იმას ვერ გაიქცევ ვერანაირად და ეს მოხვედრილით ვარ ანუ ხელდას მოხდება ერთგვარი ხო ალბათ კი ხო ეს ხვედრი უწოდებ მოვარდნილ მეწყერს ეგ არის მეწყერია და იმას ვერსად ვერ გაიქცევ და ის გადმოდის მე არასებული ნახერა ლამაზია ნინო გარეთ მაისის სულჩადმულ ბაღებს სიცოცხლის ალში ეწვით კვირტები მე ვერ ვკითხულობ კარგად მაგრამ სხეულ დანისნულ დარაბებს ვაღებ და გაზაფხულის სულს ვაკვირდები ცოტაზე და ზეცაც მარდი მერცხლები გაწმენდნენ ცრემლებს ფრთების წვერებით მე თუ უდროთ გამოგეცლებით გაზაფხულებით მოგეფერებით მადლობა იძა მადლობა თქვენ გაზაფხულებით მოგეფერებით და თქვენის ნებართვით ერთ ლექს მეც წავიკითხა მათხოვარი ვირა დამიჯდა რამაც მაცოცხლა ვეთამაშების სიკვდილს ბავშვივით აჰა მორიგი ღამეც გაცოცხდა და დავრჩი მარტო ხელებ გაშლილი მუქი ფერებით სიცოცხლე მთვალწინ ავტოპორტრეტი ისე დახატა რომ ბედნიერი ღიმილის კაცი შეურაცხადად გამომაცხადა და ერთ დროს სავსე სისხლის მდინარით ლურჯ ვენებს ოდნავ ყირმიზი დაჰკრავს მუდმივი მდგმური აბა ვინ არის სიკვდილი მეცხო მწერთ დამკლავს ბევრი ვარ თითქოს მაინც მარტო ვარ ბედი მაწამებს და ეს არ მიკვირს ვიცი წასვლამდე მუზის მათხოვარს ლექსებს ხელებში ხუდად ჩამიყრის აი მართლაც აბსოლუტურად ვეთანხმები მიშას და ალბათ ეს მარტო ჩვენი მოსაზრება არ არის რომ თანამედროვე პოეტებში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პოეტი საინტერესოა პროფესიით იურისტი და დიპლომატი ვარ კი ბატონო თუმცა ანუ ეს პოეზია იმდენად გამჯდარია თქვენში და მეწყერია მოდით ვთქვა და პირველი ლექსი როდის დაიწერა თუ გახსოვთ კი სერიოზული ლექსი მეტნაკლებად სერიოზული თქვენთვის პირველი რომელიც იყო ხო ესეთი რაღაცა თვალსაჩინო რაღაც სერიოზული 9 წლის 9 წლის ასაკში 99 წელს კი და 9 ապრილის მოვლენებს დაემთხვა და მე საბავშვო სკოლის გაზეთშიც დაბეჭდეს ეს ლექსი ეს იყო ჩემი თორე მანამდეც რაღაცა ესეთი სახალისო ლექსების სკოლაში რაღაცა ერთი მეორეს უწერდით რაღაცელებით სერიოზული ცოტა მეტნაკლებად სერიოზული ლექსი ეს იყო ჩემი პირველი ესე იგი ეს უკვე ნიჭია და ბავშვობიდან ალბათ ასე გამოდის კი და იცით რა შემდეგ უკვე აი სტუდენტობის პერიოდი ხო და ნუ აი რამდენად იყო პოეზიით გაჯერებული ის ხანი იცით სულ იყო პოეზია სულ იყო რეულები აი ჩემ უბრალოდ ერთი მომენტი იყო რომ მე ამის გამოქვეყნებისგან დავუშვათ და არ მიფიქრია არ მიფიქრია და არც გამომქონდა ესე სააშკარო. მაშინ რატომ წერდით აი ხო? იმიტომ რომ უნდა დაგეწერეთ ხო? გეტყვით მაგასაც მე ვიძახდი რომ ეს არის ჩემი ასე ვთქვათ მე სულის ქავილს ვიკლავ. სულის გამოძახი. და სულ არ ფიქრობდი რომ და ბევრჯერ მithქვამს რომ რა პოეტი არ მინდა. პოეტი მე უნდა გავხდეთ სიტყვაზე რაღაც. რაღაცა ესეთი რა. მაგრამ მალევე მივხვდი რომ
ეს ისე არ არის და მალევე მივხვდი აი ზუსტად იმას რომ ეს არის შენი და გინდა არ გინდა ამით უნდა იცხოვრო შენ და ეს არის შენი საქმე ასე ვთქვათ. იცი რა ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ აი პოეზია გეგონათ რომ პოპულარული არ არის მაგრამ ყველას ლექსის წერა არ შეუძლია და მეთანხმეთ ყველას თავისებური მაგრამ მე ვფიქრობ რომ როდესაც კარგი ლექსის მოსმენა შეგიძლია და კარგი ლექსი აი როგორც ეგანაც თქვით მე და ნინომ აღნიშნეთ რომ შენ ხდება და გონია რომ შენი დაწერილია ესაც უკვე ძალიან დიდი ბედნიერება ამიტომ პოეზია უნდა იყოს ცოცხალი და მე მიხარია ჩვენ გვაქვს გადაცემას აქვს ეს ფუფუნება რომ ბევრი პოეტი გვესტუმროს ხოლმე და ახალგაზრდების და ეს ძალიან გვახარებს და ეს ცოცხალი ანუ პროცესი გრძელდება და ნუ აი პოეზია ცოცხალი არ არის რაღაცა მხოლოდ წარსული და მხოლოდ კლასიკოსები და ცოცხალია პოეზია აბსოლუტურად ცოცხალი ორგანიზმია და რაც შეეხება იმას რომ ეგან თქვენ ბრძანეთ რომ თითქოს ჩემია მან ერთ პოეტს ესეთი მოსაზრება აქვს და რო აყვირდება მართლაც ეგრე რომ მერტმა როგორც აი მერტი ხო შემოქმედია და როგორც თავისი ბუნება არის შემოქმედი შექმნილი და დამფასებელი შემფასებელი სამბუნოვნება ასე ვთქვათ შემოქმედის ეს ჩანს ხელოვნებაში და ანუ რას ვამბობ ამითი რომ იმ სამების ასე ვთქვათ ფლიანობა არის გადმოტანილი ხელოვნებაში ნუ კონკრეტულ შემთხვევაში პოეზიაში ამიტომ ხდება ხოლმე რომ დაუშვათ გვაქვს ის განცდა რომ ეს ლექსი არა მარტო დაუშვათ ავტორის არის არამედ ყველასი ანუ ეს არის უკვე სრულფასოვანი ხო ეს ერთი მთლიანია რომელიღაცა კომპონენტიც კი რომ მოაკლდეს ამას უბრალოდ მე ირღვევა ის გენიალური ბალანსი რომელიც არის და ვეთანხმები და მომწონს ეს განმარტება იმიტომ რომ კარგია გაგა და აი მე ვარ პოეტი როდესაც ადამიანი ამას ამბობს ხო მე როგორც მკითხველი გეტყვით რომ საკმაოდ ისეთი ხმამაღალი განცხადებაა ანუ ძალიან ბევრი ამბობს ამას თუმცა მე მაინტერესებს თქვენეული მოსაზრება და როდის უნდა თქვას ადამიანმა როცა ის დაუშვათ ესე ჩვენ ვწერთ მე და მიშაც ვწერთ და ყველა წერს ხო საქართველოში ან ცოტა სხვა თემას ვეხები მაგრამ უნდა გკითხოთ აუცილებლად ნუ იმდენად ნიჭიერი ხალხი ვართ ყველა ვწერთ ყველა მღერით ყველა ვხატავთ ანუ თუმცა მე როდესაც ვიტყვი რომ მე ვარ პოეტი ხო ეს უკვე აბსოლუტურად სხვა დატვირთვის მატარებელი და სხვა პასუხისმგებლობაა ანუ აი თქვენთვის ეს რას ნიშნავს გარდა იმისა რომ ის მეწყერი რაც მოდის ის ვავი რაც მოდის ის შინაგანი განცდა სულიერი თქვენ ამას ანთხევთ პოეზიაში ხო რამდენად საპასუხისმგებლოა აი ამის თქმა მოგახსენებთ ძალიან ბევრი არ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობაც არის რა თქმა უნდა და იმ ასე ვთქვათ ცხოვრების ასე ვთქვათ მიმდინარეობას რაც მოაქვს ამას ეგრეთ ბატონო მიშა თქვა რომ რაღაც ხარკის გაწევა გიწევს და ეს არ არის მარტო იმ მომენტში იმ კონკრეტული ლექსის წერის დროს გაწეული ხარ ეს არის მთელი ცხოვრება როცა ამბობენ რომ მე პოეტი ვარ ვეუბნები რომ ფრთხილად მე ესე ვეუბნები ხოლმე ძალიან ფრთხილად იყავი იმიტომ რომ უამრავ რაღაცას წაგართმევს უამრავ ახლობელ ადამიანს მოგწყვეტს უამრავ ტკივილს მოგიტანს ეს და შეიძლება აი ძალიან სასოწარკვეთილებაშიც კი ჩაგაგდოს იმდენად დიდი არის ეს ხარკი ამიტომ ამას ასე ეულად შენ თავზე ნუ მოიყვან თუ არა ხარ მართლა გამოდის რომ უნდა მოემზადო ძალიან კარგად მისმის იცით ეგ უნდა კონდეს შინაგანად რა და იცით როგორი ამბავი ამას უნდა მიხვდე და ამაზე მე გიწევს ასე ვთქვათ ხელის მოწერა რომ კი ბატონო მე ვარ მე ამ ხვედრს ვეთანხმები და რომ თავის მთელი სიმძიმით ძალიან საინტერესო პასუხი იყო და ურთულესია პოეტის გვერდზე ცხოვრება აი ძალიან რთულია იმიტომ რომ აი რაღაცა ის თავისი ისენი დაყვება რა მომიდგენია ძალიან ბევრი ჩემთვის ახლობელი ადამიანი ასე ვთქვათ
რადგან იმ სამყაროს გარეთ რა სამყაროშიც მე ხარ. მიღმა რაც თავისთავად ძალიან დიდი ტკივილის ის არის რა. თქვენთვისაც, მათთვისაც. კი, ეს შვილები დაუშვათ იქ საყვარელი ადამიანი, იმიტომ რომ ცით რა არის, ბევრი ვერ უძლებს დაუშვათ შენს ასე ხამებოდიალებს რაღაცა ამას არ მომერიდება იმის თქმის დაუშვათ ალკოჰოლთან მეგობრობას, იმიტომ რომ ამას რაღაცეები ჭირდება კი არის თხოვს პირდაპირ აი ყველა ადამიანს თავისი რაღაცეები არის ისეთი დეტალები რომელსაც სხვა ადამიანები რაღაცა პერიოდის განმავლობაში ასე ვთქვათ მესმის ძალიან სიყვარულით უძლებს რაღაცა მაგრამ ვეღარ მოთხოვ იმას რომ მე ამიტომ მეუნები ერთი პოეტის ცხოვრება არ არის მარტივი არა და თუ არ აქვს მას მართლა რაღაცა ის შინაგანი ესეთი ის არავის არ ურჩევროთ ამ ცხოვრებას ამ ყვედს და იმას შეიძლება გარითმა ყველა შეუძლია ძალიან მარტივია ხო ანუ ლექსი არ არის მხოლოდ ის რომ ჩვენ ფრაზა გავრითმეთ არ მე ახალს არაფერს არ ვამბობ და ზუსტად იმიტომ დავსვი თქვენთან ყველას არ ვეკითხები და იმიტომ დაგისვით ეს კითხვა რომ აი ამ პასუხსაც სავარაუდოდ ველოდებოდი რომ ეს ძალიან დიდი მისიაც არის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და არ არის ადვილი. გაგას რო ვესაუბრები და მის პასუხს რო ვისმენ და მის საუბარს რაღაცნაირად აი 50-იანელების 60-იანელების წერილები წარმომიდგება თვალწინ თითქოს გაცოცხლებული მაგალითი იმისა ნუ აი ის რომ დაუშვათ პოეზიით ცხოვრობდნენ, წერილობით ცხოვრობდნენ. ეს იყო მათი სამყარო და ყოფიერი კიდევ იყო გვერდით. მაგრამ ისინი აი ამით ცხოვრობდნენ და სიმძიმეს ატარებენ შეიძლება ითქვას ამის ძალიან რთულია მე მაგალითად ოჯახიც ამგრევია ზუსტად ამის გამო იმიტომ რომ პრაქტიკული ცხოვრება დღეს განსაკუთრებით სხვა არის იწევს სხვა რაღაცეების კეთება და უშოთ ანუ ყოფიერებას მაინც ვერ გაექცევი გინდა არ გინდა ხო არა ნუ რაღაცეები გიწევს რაღაცის კეთება პოეზიით ასე ვთქვათ ვერ იკვებებ მარტივად რო ვთქვათ არა გასაგები ვერ იკვებებ ამას გულისხმობ მატერიალურ განსაზღვრით რა თქმა უნდა და როცა ადამიანი ხარ და შენ სადღაცა ხარ აი ძალიანაც დედილი ხარ ამ ყოფიერებას მისთვის ძნელია და ამიტომ ის გადიშენი სამყაროდან და მე შენამგაცებში ხარ იმიტომ რომ იღვიძებ ყველაზე მაგრა ვინც გიყვარს ის შენ გვერდზე არ არის ამას თავის განცდები აქვს მე მიდიხარ ამას რაღაცა ასე ვთქვათ ანესთეზიის ზებნაში ხარ და ძალიან ბევრი ესეთი მომენტებია მოკლედ გაგას დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი საუბრისთვის მართლა იმიტომ რომ იშვიათია ხოლმე რომ ადამიანი ესე საუბრობდეს თავის შემოქმედებაზე და თავის გულის ტკივილს ესე ხმამაღლა აჟღერდეს ნახე იმიტოა კიდე გამორჩეული რომ ძალიან ნამდვილია რა და არ მინდა ისე დავამშვიდობოთ ახლა ჩვენს მენას დამაყურებს რომ კიდევ ერთი ლექსი არ წაგვიკითხოთ კი ბატონო ყველა ლექსი ნამდვილია მიშა ამ ლექსს ავიკითხავ რაც კრებულის სათაური რაც არის და ადიოს ლავქარი აციებს დაკაჭრულ სასტუმელს ბალიშმა იგემა სევდა და სიმლაშე ფიქრების ტკივილი ჩემოჭრა დასრულდა და ღთიან დარდები ახლა ჩემს წინაშე მივაჩვევზე იმის კლავგან მეორებას სულსდა მიწიერ სამყოფელს გავწდები ბესილა გავარტყი უნდობარ ცხოვრებას და დავაყრევინე ხალისის მარცვლები არ ცხრები თუ ცისხლით ცრემლებით დავსოლდი ვიყენებ გულს როგორც ერთადერთ იარაღს სავსეა სასმისის ხამიან სასმელით ვევაცარიელებ მოთბენის ფიალას ძალიანად დაფლეთილ გონებას ვამზადებ წინ კიდევ მრავალი ომი და ბრძოლა მიყვები ცხოვრების ნაცრისფერ ნახაზებს და ხვდები სიკვდილი რომ პარაბოლა რბოლა ქარების ისფერ ზეცაზე ფეხებთან ეღვრება მზესცხელი ლაქები ფერადი შტრიხები ციცოცხლეს ვეცადე და ტანზე ვალეწე სამყაროს ფანქრები გავქრები სიზმარი მაინც ვიქნები მოვალ და ბოჰემურ ქარიშხალს მოვახდენ ისე რომ დაბიო ღირსების ჭინკები ბალახით ნასუნთქარ ქუსლებთან ხოხავდნენ მოხადეთ სამყაროს სიცრუის თავშალი გულწრფელი განცდისგან იცლება მსოფლიო ვინიც ის რამდენი ცრემლია დამშრალი ან რამდენს ეხევა გულმკერდი ნოტიო ფიქრებთან ჭიდილი ეულთა ხვედრია შეულთა დაქრიან ქარები მხეცურად უყურებ ცხოვრების დინარეს კეთრიანს
წყულები მეწვის და იქ მაინც შევცურავ ღმერთს უნდა ნება მისი და მოხდება აბაბრბომ რაიცის ცხოვრების განრიგი გაჩნდება მრავალი და ბევრიც მოკვდება უამრავ წამით და სულ ორი თარიღით ხანძარი კლაკნილი ამომდის სულიდან არჩივი გადაყრილ მარგალით სარდიონს და გითხრათ კი არა ვიყვირო სულ მინდა არ გიყვართ პოეტი ავედი ადიოს გაგა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და მართლაც კიდევ ერთხელ აღნიშნავთ რომ 21 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პოეტი ხართ არ არის ეს ნამდვილად ასეა და იმედს ვიტოვებთ რომ გარკვეული პერიოდის მერე კვლავ გვეწევებით დიდი სიამოვნებით ყოველთვის როცა მადლობა გაგა გომართები იყო ჩვენთან დიდი მადლობა